USAID-ის პროგრამის დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის მხარდაჭერით კომპანია SOS-ი თანამშრომელთა გადამზადებისთვის ტრენინგებს ატარებს. Გასულ წელს რამდენიმე ღონისძიება ამ მიმართულებით უკვე ჩატარდა და კომპანია SOS-თან პარტნიორობა ხელს უწყობს მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას მწვანე ეკონომიკის სექტორში, ავტომატური ჰიბრიდული ენერგოსისტემების ინსტალაციისა და მომსახურების უნარების შემსწავლელი პროგრამის შემუშავებისა და ინიციირების მეშვეობით პროგრამის შექმნაში. ასევე მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ასევე კოლეჯი სპექტრი. გასული წლის შედეგებს შევაჯამებთ ახლა საქმიანი დილას ეთერში სტუმართან ერთად სტუდიას ზალ ხელაძე SOS-ის დამფუძნებელი შემოუერთდა. დილამშვიდობისა. Salami, madloba, მოწვევისთვის, madloba ასეთ ვრცელი ინფორმაციისთვის, მართლაც ჩვენ უკვე ერთი წელიწადია, რაც რეალურად იმ ბარიერის გადაჭრას შევუდექით, რომელიც ბიზნესში რეალურად გვაქვს, ეს არის აკადემიური მომზადებული ადამიანები, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვაწყდებოდით, ამიტომ USAID სწორედ ის ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელმაც დროულად თავის დროზე ჩვენი ახალი ბიზნესის მიმართულებით გაგვიწია დახმარება და შევძელით მათი მეშვეობით გარკვეული გადამზადება გაგვეხორციელებინა ჩვენი თანამშრომლების და არა მარტო ჩვენი თანამშრომლების, ჩვენ მივიღეთ აკრედიტაცია და ვართ ახლა სასწავლებელი, რეგისტრირებული პროფესიული უნარების სააგენტოს დახმარებით და USAID-ის ერთობლივი ქმედებებით, შევქმნით კურიკულუმები და უკვე ამცოდნად ჩვენ ვაზიარებთ სხვებთანაც USAID-ის დახმარებით შევძელით ის, რომ სადემონსტრაციო ლაბორატორია ჩამოვაყალიბეთ, სადაც ერთდროულად შეგვიძლია 15 სტუდენტი ერთდროულად მივიღოთ და ასე რომ პრინციპში ჩვენ უკვე ვართ ის ადამიანები, რომლებიც ამცოდნად სხვებს უზიარებენ, არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ამ ცოდნის მიღებით და რეალურად ეს ჩვენი მარკეტინგული ნაბიჯია და გვეხმარება იმ საკითხების გადაჭრაში, რომელიც იყო ბარიერი. და დღეს ეს ბარიერი მოხსნილია, იმიტომ რომ თვითონ ვამზადებთ ის. სასწავლო მოდულის სახით არსებობს, ხო? ბატონო ზალ ეს ყველაფერი. კი, ეს ჰიბრიდული ენერგოსისტემები თვითონ საინტერესო, თვითონ მოდულია, იმიტომ რომ ეს არის კონტეინერიზებული განახლებადი ენერგოწყაროები რამოდენიმე ერთად მოწყობილი, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ ასე ვთქვათ, რომლებიც განახლებადი ენერგოსაშუალების უტილიზაციას ახდენენ და ამ მიმართულებისთვის სპეციალური სასწავლო მოდული შევქმნით, მემონტაჟეების, რომლებიც უნდა რეალური ბარიერი იყო ჩვენ უფრო მეტი გვინდოდა გაგვიკეთებინა და გვინდა დღესაც ესურვილი გვაქვს და გავაკეთებთ კიდევაც ამას ალბათ. გვინდოდა ენერგოაუდიტორების დონეზე ავსულიყავით, მაგრამ ეს გრძელი მოდულია, უფრო გრძელვადიანი მოდულია, ჩვენ მოკლევადიანი მოდული ჩამოვაყალიბეთ, ეს არის მემონტაჟეების მოდული, რაც უკვე სიცოცხლის წევრად გვინდოდა, ძალიან დიდი პრობლემა მოგვეცნა და ჩამოვაყალიბეთ მოდულები, კურიკულუმები მიღებულია უკვე USAID-ის დახმარებით სილაბუსებია ჩამოყალიბებული და ეს საკითხი უკვე მოწესრიგებულია, ასე ვთქვათ, იმიტომ ჩვენი თანამშრომლების გადამზადება დავამთავრებთ, TOP-ი უკვე ჩვენ პრინციპში მომამზადეთ უკვე აი ამ ფარგლებში, USAID-ის ამ პროექტის ფარგლებში გადავამზადეთ უშუალოდ ტრეინერები, რომლებიც არიან პედაგოგები და უკვე მზად არიან იმისთვის, რომ მიიღონ მეშლება თუ ტიპიურად რაც ახალ პროფესიას ვიღებთ ამ არ გეშლებათ მე კი არ გეშლებათ, თუმცა ეს არის ახალი პროფესია, sakmaud მაღალანაზღაურებადი. ჩვენ დღეს როდესაც მოყვეთ ამაზე ცოტა მეტი კი ბატონო, გაგვიხარდება ამაზე მოყოლა, სულ გიხარია. ეს არის პროფესიები, ჩვენ დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად თანამშრომლობთ, მათ სტუდენტებს ავძღებულობ ჩვენ, რომ ისინი გადიან ჩვენ მოდულებში პრაქტიკას, აი ხა შაბათს გვაქვს ვიდეო ჯგუფი, რომელიც მივიღებს შაბათს ჯგუფს და ვაჩვენებთ სამოდელო ლაბორატორიას. რა არის ეს რა პროფესიაა? ეს არის ჩვენ ვიცით ბზის, ქარის, ენერგეტიკა, ბიომასის უტილიზაცია ცალ-ცალკე. ეს არის მოდული, რომელიც ამას ყველაფერს აკეთებს ერთად. ანუ თქვენ როდესაც ხართ მყიდველი და ყიდულობთ, გინდათ რომ დაამონტაჟოთ ბზის ელექტროსადგური, გინდათ ბზის კოლექტორები დაამონტაჟოთ, ბიომასა, ქარი, მაგრამ ამას ყველაფერს იყენებთ ცალ-ცალკე, მაგრამ
ეს მოდული აკეთებს იმას, რომ ერთად ხდება ამისი ავტომატიზაცია ყველაფრის და სისტემა წვიტავს, როდის რა ჯობია. მაგალითად, შეიძლება არ არის მზე, მაგრამ არის კარი. არც მზე, არც კარია, მაგრამ გაქვს ბიომასა. ეს ამას ყველაფერს ხელს თავს უყრის ერთთლიან საწყობში და საწყობიდან ჩვენი ენაზე რო ვთქვათ, ასე ვთქვათ, მარტივენაზე, საწყობიდან ხდება ამისი განაწილება, მერე მომხმარებელში, ანუ შენობაში. ჩვენ უფრო შორს გავდივართ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ ამას ვაკეთებთ კონტეინერიზებული სახით, ანუ ერთ კონტეინერშია მართვის პულტი მოთავსებული და ცენტრალური მართვის პულტი იქნება ჩვენთან სოფლად, სადაც ჩვენ ახლა ვართ ჩანადისში, დუშეთის მუნიციპალიტეტში და იქიდან მოხდება ამისი მართვა მთელს ამ სხვადასხვა მომხმარებლებთან და ჩვენ გვექნება საშუალება რომ მივიღოთ გადაწყვეტილება მომხმარებლის საჭიროებისათვის. როდის ჭირდება მოვლა პატრონობის მიმართულებით დახმარება, როდის წყობრიდან გამოვიდა, როდის თქვათ საჭირო არის რაიმე ელემენტის შეცვლა და კიდევ ერთი რომ ცენტრალიზებული ჩვენ პროგრამული მართვა გვაქვს, ასე ვთქვათ, twini, რომელიც აანალიზებს მომხმარებლისთვის იმას თუ როგორ ხარჯავს ის ენერგიას, რამდენად ეკონომიურად ხარჯავს და მას აძლევს მეორე წელიწად გადაწყვეტილებას. მაგალითად, ჩაშლის ამ მიმართულებით რა უფრო მიზანშეწონილი იყო მისთვის მზის ენერგიის გამოყენება, ქარის ენერგიის გამოყენება, ბიომასა, რა უფრო ეკონომიური იყო და ეს მას საშუალებას აძლევს ჩემთვის განახორციელოს ესეთი უწყვეტ რეჟიმში ენერგოაუდიტი. და პრაქტიკულად იმის საშუალებასაც იძლევა ხა ჩვენ USAID-ის მეორე პროგრამასთანაც ვართ სადემონსტრაციო მიმართულებით ენერგოუსაფრთხოების ის Deloitte-ის პროგრამა მიმდინარეობს, ჩვენ დაგვაპილოტეს უკვე, რომ უფრო დიდი სადგური გავაკეთოთ. Deloitte-ის პროექტში კი, Deloitte-ის პროექტში ჩაერთო ეს და ჩვენ გვექნება უფრო დიდი სადგურის, ანუ უკვე ქსელის წარმოქმნის საშუალება და ეს ჩვენ შეგვიძლია მოვიდეთ თქვენთან ჩვენი კონტეინერიზებული სადგურით დავაერთოთ და მოგემსახუროთ ჩანადით გარიდან და ეს პროგრამა რომელიც ახლა USAID-ის ამ პროგრამას სწავლების პროგრამა გვაძლევს იმის საშუალებას რომ მოვამზადოთ თქვენი თანამშრომლები იმისთვის რომ მართონ სისტემა. აი ესეთი არის ჩვენი მიდგომა და ეს ძალიან დიდი ბარიერი იყო ჩვენთვის, სწორედ აი ამ მომსახურე პერსონალის გაჩენა, იმიტომ რომ სულ ჩვენი კლიენტები გვეკითხებოდნენ, კი ბატონო, ჩვენ დავამონტაჟებთ, მაგრამ მე რა მოხდება? მომსახურებას რა უყოთ, ვინ იქნება მონიტორინგზე, ვინ იქნება მომსახურებაზე, აი თუ არ იქნება. და ციფრში მივიღეთ უკვე ადამიანები წყაროების ჰიბრიდული ენერგოსისტემების. კი, ჩვენ 15 აპრილიდან უკვე როგორც აკრედიტირებულ სპეციალისტებს გამოვუშვებთ, შეთანხმებული ვართ უკვე ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის გუნდთან. ეს მოხდებიან ეს ადამიანები იმ სიაში, რომელიც არის მათი მემონტაჟეების სია და როდესაც იქნება რაღაც გარკვეული ან ტენდერი, ან თქვენ დაგაინტერესებთ ადამიანი, ვისაც ამისი უნარები აქვს, რომ მართოს ასეთი სისტემი, შეხვალთ ამ ასე ვთქვათ მონაცემთა ბაზაში, აიყვანთ ამ ადამიანს და წელს 10 ადამიანს გამოვუშვებთ უკვე ოფიციალურად აკრედიტირებულს. განაცხადების მიღების რაოდენობა როგორ არის, ბატონო ზალა, გაამართლა მოლოდინი? მოლოდინი გაამართლა, მეტნაკლებად მოლოდინის ფაზაში ვართ ახლა კიდევ. ესე რა თქვა, კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ახალი ადგილი შევქმნით პრაქტიკულად აქ ამ სოფლად, სადაც ვართ. ქონდა ამდენხან სასწავლო ცენტრი არაფორმალური, ახლა გვაქვს ფორმალური სასწავლო ცენტრი და საწარმო, რომელიც აკომპლექტებს აი ამ სისტემებს. და ამ საწარმოში სასწავლო მოდული, რომელიც ქმნის უკვე მოვლა პატრონობის სპეციალისტებს და მემონტაჟებს. ასე ვთქვათ, ეს ციკლი შეიკრა. კი, და ეხლა ჩვენ რადგან მუშაობთ იმაზე, რომ ვართ კონკურსში შესული კიდევ ერთ პროექტში, სადაც ჩვენ ვაპირებთ უკვე ბიომასის როგორც საწვავის გამოშვებას, რომ მთლიანად ეს ჩვენი GCF-ის პროექტის ქვეშ მუშაობთ, ჩვენ 30.000 ვაუჩერი გვაქვს. დასაკმაყოფილებელი ენერგოეფექტიანი ღუმელების, რასაც უშვებთ ჩვენ უკვე და ეხლა ვფიქრობთ, რომ გამოვიშვათ საწვავიც, ბიოსაწვავი, რომელიც არის ბიომასის, რომ კი ღუმელში დაიწვება და ამას მივაწოდეთ. მოკლედ აი ამ ამბავში ვართ, ესე ვთქვათ და თქვენ ახსენეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი იქნება ეს ახალი პროფესია. კონკურენტული. ნებავთ ესე იქნებ ხელს უშლის საზოგადოებას მეტი ინტერესისთვის ინფორმირების გარდა თქმა რა სახელმწიფო ანაზღაურებაზე შეიძლება გავიდეს ამ აბსოლუტურად ახალი პროფესიის წარმომადგენლები, რომელსაც გამომეორებ მაყურებელს, განახლებადი წყაროების ჰიბრიდული ენერგოსისტემების მემონტაჟეები ხდება.
კი, ეს არ იქნება ანაზღაურება ცუდი, არ უნდა იყოს წესი ცუდი ანაზღაურება, იმიტომ რომ ჩვენ კი ვეძახით ამას მემონტაჟებს, მაგრამ რეალურად ეს უფრო უმცროსი ენერგომენეჯერის თანამდებობა, იმიტომ რომ რეალურად ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს თქვენ სისტემებს, თქვენივე ასე ვთქვათ დაწესებულებაში და მართავს ამას, ანუ თქვენ დაგიდგენთ აქტიურობის წესს, მოქმედების პოლიტიკას განსაზღვრავს ენერგომიმართულებით, ანუ ენერგოეფექტიანობის მიმართულებით და ეს საკმაოდ კარგად ანაზღაურებადი უნდა. მე მგონია რომ საშუალოზე მაღალი უფრო მეტ მენეჯერთან მიახლოებული იქნება. რასაც ჩვენ ვცდილობდით გაგვეკეთებინა, ჩვენ გვინდოდა უფრო ენერგოაუდიტორი, მაგრამ ენერგოაუდიტორს ეს მოკლევადიანი კურსი ვერ ფარავს და ამას 3 წელი ჭირდება, მაგრამ ამ მიმართულებითაც მუშაობ ჩვენ იაპონელ კოლეგებთან მუშაობთ გარემოს დაცვითი მიმართულებით კიდევ რაღაც გარკვეული მენეჯმენტის მენეჯერების გამოშვების დარგში და ეს ჩვენ ალბათ მოგცემს იმის საშუალებას რომ სადავოებით ის ბარიერები რომელიც რეალურად დგას ამ სპეციალობაში რომელიც შეეხება ჰიბრიდულ მართვას ენერგოსისტემების და ამის ცენტრალიზებულ მართვას ამ ბარიერს ჩვენ ეს მოგვიწნის ალბათ და ბატონო გარემოს დაცვითი ნაწილი ახსენეთ და დაახლოებით 10 დღის წინ იყო ხო როცა ეს ახალი საწარმო ამოქმედდა ენერგოეფექტური ღუმელების ეფექტური მოხმარება რას გულისხმობს ამ ღუმელების რასაც ეს კოეფიციენტი ჩვენ ბაზარზე ეს ღუმელები და საერთოდ სისტემები გათბობის სისტემები ძალიან არაენერგოეფექტური გვაქვს და ბევრი დანაკარგები გვაქვს ამ ღუმელების დანაკარგი პრაქტიკულად რეგიონების 70% შეშის და ბიომასის ღუმელებს მოიხმარს, რაღაც ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს ამ მიმართულებით და 35-40%-ია იმ ღუმელების ენერგოეფექტიანობა, რაც და ჩვენი ღუმელები, რომლებიც ახლა ჩვენ გამოვშით არის 80% უკვე სერტიფიცირებული, ჩვენ მუშაობთ ევროპული სერტიფიკატი 13-240 ვაკეთებთ ამ ჩვენს ღუმელებს და პრინციპში აქაც USAID ძალიან გვეხმარება იმ გაგებით და იმ თვალსაზრისით რომ პრაქტიკულად ამ ღუმელების ოპერატორების პრობლემები ქონდა ჩვენ ისიც გადავწყვიტეთ ამ სასწავლო მოდულში CNC ოპერატორებს ყველა დაზგა ჩვენი კომპიუტერული მართვის არის და მოითხოვს რაღაც დამატებით ცოდნას აი მოდელირების პროცესში პრაქტიკულად ძალიან ისეთი თანამდებობა აი მოითხოვს სერიოზულ ბაზას, საწყის ბაზას დაშვებას, ასე ვთქვათ, ცოდნასთან და ამიტომ ეს პრობლემა ძალიან კარგი. სხვა სიახლეებია SQS-ისკენ შეჯამებისთვის. SQS-ისკენ სიახლეები გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა უკვე მუშაობთ ტყის პოლიტიკაზე, აჭარის ტყის პოლიტიკაზის განვითარებაზე იაპონელ კოლეგებთან ერთად დავამთავრეთ უკვე და ამ მიმართულებით ვფიქრობთ ბიომასის, ასე ვთქვათ, დიდი სადგურების, უფრო დიდი სადგურების, აი ამ პატარა სადგურების კომბინაციას გაერთიანებას და აი ქალაქმომარაგების საკითხებზე სითბოს მიმართულებით. სითბო დერეგულირებულია, იცით თქვენ, ეს ჩვენ არავინ არ ვაკეთებთ იმას, რასაც სითბოს დისტრიბუცია ქვია, ჩვენ ელექტროენერგიის დისტრიბუციას ვაკეთებთ უყველა და ჩვენ გვინდა რომ დავიწყოთ ახალი მიმართულება სითბოს დისტრიბუცია, გახსოვთ თქვენ ეს ძალიან ბავშვობაში სითბოს განაწილება ხდებოდა ცენტრალიზებული გზით და ეს სწორი იყო. ჩვენ გვინდა ეს გავაკეთოთ უკვე განახლებადი ენერგიას წყარო იქნება განახლებადი, მაგრამ ინფრასტრუქტურულად უნდა იყოს ცენტრალიზებული. ინფრასტრუქტურულად გვინდა ეს ამის საშუალებას იძლევიან დეველოპერები, რომლებიც აღშენებენ მაგალითად 20 კორპუსი, 30 კორპუსი ერთად. აქეთ გთხოვენ კი, რა თქმა უნდა, დიდი საწარმოები იძლევა ამის საშუალებას, რომ ნარჩენებზე მართო და გააკეთო და აი ეს ჰიბრიდული სისტემები სწორედ ამ მიმართულებით იქნება წარმართული და ცოდნის ბარიერი რეალურად გადაწყვეტილი იქნება ამ მიმართულებით. თავარი დაძლეული. კი, ეს თავარი დაძლეულია და მადლობა ამისთვის USAID-ს რომ თავის პროგრამებით. კი, თავისი პროგრამა, ყველა პროგრამა კარგია. ყველა პროგრამა მოგწონს და გვიხარია ყველგან ღებულობთ მონაწილეობას, იმიტომ რომ აბსოლუტურად კრავს ციკლს. აი მაგალითად სწავლით დავიწყეთ, მე აგერ სადემონსტრაციოს $100,000 საგრანტო კაპიტალი, რომელსაც ჩვენ უკვე დაგვიდასტურეს. 100,000 კიდევ ვითხოვთ იმისთვის, რომ დაზგადანადგარები შევიძინოთ და ბიომასის საწვავი გამოუშვა და ეს კრავს ამ ციკლს ყველაფერს. თითქოს ერთად თითქოს სხვამ დაგეგმა შენი საკითხი. აი ესე გამო. ეს გამოსდის. ძალიან საინტერესოა. ძალხელაძე, ქალბატონებო და ბატონებო,
კომპანია ესკოს დამფუძნებელი და მართველი პარტნიორი, მადლობა მას მოგზაურობისთვის და წარმატებები თქვენ და თქვენ გუნდს. მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა.